მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, ვარ აუთსაიდერი, უკვე მესამეჯერზე ვარ აუთსაიდერის სკამზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ მომიშორონ. ყველა ამ ჰაუსში არის ჩემი და ჯავახას წინააღმდეგი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩანს ეს ყველაფერი სტრიმებიდან თუ როგორ უსამართლოდ გვექცევიან, რეებს აკეთებენ, როგორი პროვოკაციები ხდება, ყველაფერი უსამართლო და ესეთი უსამართლო ხალხი საუბრობს ჩვენს უსამართლობაზე. ჩვენ პირიქით ვცდილობთ სამართლიანობისკენ ვიყოთ, ვცდილობთ ვიყოთ სამართლიანები. ამ სახლში მივიტანე უკვე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა. მაგრამ სამწუხაროდ თურმე თვითონ რომ მაყენებენ შეურაცხყოფას, ეს შეურაცხყოფა არ არის და ჩემი შეურაცხყოფა კიდე შეურაცხყოფა. იმავეს მიკეთებენ, რასაც ჩხუბობენ, რომ არ გავუკეთო. ავიღოთ მაგალითად მუზების პაროდია, როდესაც გავაკეთე რამდენიმე დღის წინ და გუშინ საღამოს გამოდიან და თვითონ აკეთებენ ჩემს პაროდიას. ადამიანს არ უნდა გაუკეთო ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთო, ხო? ნელ-ნელა ყველამ დავინახეთ ამ ხალხის რეალური სახე, ამ კოალიციის რეალური სახე, თუ როგორ ცდილობდნენ ჩემი და ჯავახას ერთად დასმას სკამზე, მაგრამ წითელი დროშების დროს მოხდა კენჭისყრა და ჯავახა არ დაჯდა ამიტომ აუთსაიდერის სკამზე, თორემ ცდილობდნენ რომ ერთად დავესვით აუთსაიდერის სკამზე. რაც შეეხება ქუთაისელებს, ქუთაისელებმა უკვე მეორეჯერ გამწირეს და პირველი ბოსობის დროსაც მე დამსვეს აუთსაიდერის სკამზე და მეორე ბოსობის დროსაც მე დამსვეს აუთსაიდერის სკამზე. ყველანაირად ცდილობენ ჩემი და ჯავახას წყვილის დაშლას, რადგან ჩვენ არ ვართ ერთ ხმაში, ხო? ჩვენ გვაქვს ცალ-ცალკე ხმები და ყველანაირად ცდილობენ, რომ ან მე გამიშვან პროექტიდან, ან ჯავახა გავუშვან პროექტიდან. ორი მუზასგან ყოველ დღე ვიღებ ძალიან ბევრ შეურაცხყოფას, 24/7-ზე ჩემზე ჭორაობენ, მათ მიწოდეს ქუჩის ქალი, ქუჩაში გაზრდილი, ცილს მწამებენ. მემუქრებიან პირადი ცხოვრების გამოტანით ჰაუსში, თინათინი უკვე ორჯერ დამემუქრამ ყველაფრით. ცდილობენ ჩემს გამოწვევას, დიანამ მითხრა წყალი შემასხიო მიდიო იმ დღეს და თინათინი უბნება არა შენ ვერ შეასხევ, იმიტომ რომ გამბედაობა არ გაქო. ყველანაირად ცდილობენ რომ აი ესეთ დამასანქციონ, ასე ვთქვათ, ან დისკვალიფიკაციით გამიშვან პროექტიდან. მიწვევენ, უკვე ამ სახლში ცხოვრება არის შეუძლებელი ამ ადამიანების გამო, რადგან ვიტან ძალიან ბევრ შეურაცხყოფებს და ძალიან ბევრ ცილის წამებას. ასე რომ თქვენი იმედი მაქვს, ვიცი რომ ისევ ძალიან დიდი შანსია იმის, რომ ხმის ლიდერი ავდგე და გეტყვით, რომ თქვენი იმედი მაქვს მარტო, ასე რომ ძალიან გთხოვთ ყველამ შეგიძლიათ მომცეთ ხმა მესენჯერით ან ზარებით და SMS-ების საშუალებით 0903-300-303. თუ გახსოვთ, წინაზეც ეს ნომერი ვიყავი და წინაზე მე მგონი ყველას ახსოვს, როგორ კარგადაც ავდექი ხმის ლიდერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც იგივენერად მოხდება, რადგან სამართალმა უნდა იზეიმოს ამ სახლში და უნდა გამოჩნდეს სამართლიანი ვინ არის და ეს კოალიცია უნდა დავშალოთ.